დღეს სააპელაციო სასამართლომ განიხილა თამთაჯანაძის საჩივარი, რომელიც ეხება პირველ ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, კერძოდ შავისიების საქმეზე, როგორც ცნობილია, თამთაჯანაძის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, მას მოთხოვნილი ჰქონდა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილაცნობა, სამსახურში აღდგენა განაცდური და მთავარი ამბავი, რომელიც ამ საქმეში იყო, არის ის, რომ აუცილებელია იმსჯელონ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობაზე, ჩარევაზე და ეს ყველაფერი საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის, რომელიც უნდა მიიღოს სააპელაციო სასამართლომ. პრაქტიკულად ჩვენ წარდგენილი გვაქვს ყველა მტკიცებულება, წერილობითი მტკიცებულებები, გამოვკითხეთ მოწმეები, არის ჩვენებები, როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი თანამშრომლების, ასევე თქვენ იცით, რომ საქართველოს ევროსისტემაში გაწევრიანების საკითხზე ერთ-ერთი პრობლემური ამბავი სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემები იყო, რაზეც პირველი, ვინც ამ საკითხზე ხმამაღლა ისაუბრა, სწორედ თამთაჯანაძე და მისი კოლეგები იყვნენ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სამწუხაროდ მაღალი მოლოდინი არ აგვაქვს, თუმცა იმედი მაქვს, რომ შეიძლება, ჯერ კიდევ შეიძლება სასამართლომ გამოასწოროს მის მიერ დაშვებული შეცდომა და არსებითად სწორად განიხილოს საკითხი და დააკმაყოფილოს მოთხოვნები, რომელიც თამთაჯანაძეს აქვს. პრაქტიკულად ამ საქმეში დასტურდება როგორც შავისიების არსებობა, ასევე სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა და ასევე მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელს მიემართება. სამი ჟურნალისტი გათავისუფლდა მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, თამთაჯანაძე, იმედად არსალია და სოფიო ზედელაშვილი. იმედას საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში დასრულებულია, სამწუხაროდ სასამართლოებმა პრაქტიკულად გადაწერეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია, რომელიც მათ გააჟღერეს სასამართლოს სხდომებზე და არ დააკმაყოფილეს ჩვენი მოთხოვნები. თამთაჯანაძის საქმე სააპელაციო სასამართლოშია, ხოლო სოფიო ზედელაშვილის საქმის განხილვა საერთოდ არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე წელი უკვე გავიდა მას შემდეგ, რაც სარჩელი შევიტანეთ. ამ ეტაპზე ჩვენთვის გარდა მატერიალური ნორმების დარღვევისა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, მნიშვნელოვანია პროცედურული საკითხების დარღვევა. საქმეში არის წარმოდგენილი სახალხო დამცველის დასკვნა, რომელიც კონსტიტუციური მიუკერძოებელი ინსტიტუტი არის და ადგენს, რომ სადისციპლინო ვადები იყო დარღვეული. ჩვენც იგივე არგუმენტები გვქონდა, წარვადგინეთ აღნიშნული სახალხო დამცველის დასკვნა და სამწუხაროდ მეორე მხარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლის საპირისპირო არგუმენტი იყო ის, რომ უბრალოდ ჩვენ შეცდომაში შევიყვანეთ სახალხო დამცველი, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ უბრალოდ არ უნდა იცოდე რა სახის ინსტიტუციასთან გაქვს შეხება, რადგანაც როგორც უკვე მოგახსენეთ, სახალხო დამცველს შეიძლება მიაწოდო მხოლოდ შენი პოზიცია, ფაქტები, ხოლო გავლენა მოახდინოს ხარე მის გადაწყვეტილებაზე, ეს ნიშნავს, რომ თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი ახდენს სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაციას. დისციპლინო ვადები აღნიშნულ საქმეში დარღვეულია, საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგანა წესით განსაზღვრული აქვს ერთთვიანი ვადა, მას შემდეგ რაც უნდა გამოავლინოს, დაიწყოს და განიხილოს და შეუფარდოს როგორც პასუხისმგებლობის ზომა და ამ კონკრეტულ საქმეში საზოგადოებრივ მაუწყებელს დასჭირდა 4 თვე მეტი იმისათვის, რათა თამთაჯანაძის, ისევე როგორც იმედად არსალიას და სოფიო ზედელაშვილისთვის დისციპლინური გადაცდომა დაედგინა და გათავისუფლება გამოეყენებია. ჩვენ მოგვიანებით ნახეთ უკვე საზოგადოებრივ მაუწყებლის ქცევის ცვლილება, მაგალითად ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის და სხვებთან მიმართებით, მათ ჯერ უფრო მსუბუქი სადისციპლინო ღონისძიების გამოყენებაც სადეს და შემდგომ განთავისუფლება, ხოლო ამ შემთხვევაში პირდაპირ გათავისუფლება იყო, რაც ასევე დარღვევა სასამართლოებს აქვს პროპორციულობის ტესტი, როდესაც მიღებული ზომა უნდა იყოს საპირწონე შესაძლო ადმინისტრაციული დარღვევის. ადმინისტრაციულ დარღვევასაც ადგილი არ ქონია, თუმცა რომც ქონოდა, რამდენად სწორი იყო პირდაპირ გათავისუფლების გამოყენება, ეს ცალკე მსჯელობის საგანი უნდა გახდეს წესით სასამართლო გადაწყვეტილებებში.